1989 წლის 9 აპრილს გადაღებული ეს კადრები პირველი არხის არქივმა შემოგვინახა. უახლესი ისტორიის ამ უმძიმესი ღამის შესახებ საქართველოში ბევრი რამ შეგვიძლია გავიხსენოთ. თუმცა როგორც ირკვევა საბჭოთა რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების უმოწყალო დარბევის შესახებ მეხსიერება არსებობს ბალტიისპირეთშიც. ცნობილ ესტონელ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს აინარ რუსარს სტალინში შევხვდით. Ajakirjanike ülesanne on kontrollida. 5 aastat tagasi oli ისე მოხდა, რომ 1989 წლის გაზაფხულზე, იმ დროს ჯერ კიდევ 23 წლის სტუდენტი არ დადეგებს თბილისში ატარებდა. Be first, but be first right. Я был студент 3-го курса Тартуского университета, учил журналистику. იმ დროს ტარტუს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, ჟურნალისტიკას ვსწავლობდი. ულამაზესი გაზაფხული იდგა, მშობლებთან ერთად ადრე რამდენჯერმე ვისვენებდი საქართველოში. სტიპენდია რომ ავიღე, აღმოვაჩინე, რომ ამ ფულით შემეძლო მეყიდა ბილეთები Თბილისი. ამიტომ საქართველოში დასასვენებლად გამგზავრება გადავწყვიტე. 6 აპრილს მართლაც ჩავფრინდი თბილისში. ძალიან მალევე დავუმეგობრდი ქართველებს. ვისვენებდი და ასე ვატარებდი შვებულებას, ყველაფერი გადასარევად. რუსთაველზე ხალხმა რომ დაიწყო შეკრება, ჩემში ჟურნალისტმა გაიღვიძა. Собираются люди, и у меня рождалась журналист. Я по телефону делал несколько маленьких сюжетов про то, какие настроения Тбилиси. რამდენიმე პატარა სიუჟეტი მოვამზადე ესტონური გამოცემებისთვის. მესამე კურსზე ვიყავი მაშინ და წერდი რა განწყობები იყო თბილისში მიტინგებზე. დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე და ტელეფონით გადავცემდი ესტონურ გაზეთებს, რომლებიც შემდეგ ამ რეპორტაჟებს აქვეყნებდნენ. საღამოს ჩემმა ქართველმა მეგობრებმა მითხრეს, რომ რუსთაველზე იკრიბებოდნენ დიდი პროტესტისთვის. რა თქმა უნდა, მეც თან გავყევი. ზუსტად როგორ დაგვესხნენ თავს ამ მომენტს ვეღარ ვიხსენებ. არ მახსოვს საბჭოთა ჯარისკაცების სახეები, მაგრამ კარგად მახსოვს როგორ გარბოდა ხალხი. მახსოვს ყვირილი. იქვე რუსთაველზე პატარა ეკლესიაა და მეგობრებმა იქით წამიყვანეს. დარბევისას ეკლესიის ეზოში მიწაზე ვიწექით. გეცოდინებათ პატარა ეკლესია პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს. Ну вы знаете, в Руставеле маленький церковь, почти через дорогу через парламент. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია. საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია ხელკეტების მომწამლავი ნივთიერებებისა და ბარების გამოყენებით. იმ ღამით რუსთაველის გამზირზე დაიღუპა 21 ადამიანი, 400-ზე მეტი კი დაშავდა. Когда вставал, некоторые БМП там стояли или ехали. Люди были в шоке. რომ წამოვდექით, მახსოვს ჯავშა მანქანები დავინახე. როგორ მოდიოდნენ, ხალხი შოკში იყო. ცხადია, ტალინში მაშინვე არ დავბრუნებულ ვარ. რამდენიმე დღე კიდევ ვიმუშავე როგორც ჟურნალისტმა თბილისში. მახსოვს 16 წლის გოგონას დაკრძალვაზე ვიყავი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მოკლეს. აი ასეთი დასვენება გამოვიდა. ეს დღე 1989 წლის 9 აპრილი არასდროს დამავიწყდება. Я это 9 апреля 89 всегда вспомню. ჩვენი გლოვა და ჩვენი სულის ზეიმი. ეს არის 9 აპრილის კივილი. Я первый раз чувствовал, что я делал что-то такое. Машин პირველად ვიგრძენი, რომ რაღაც ისეც ვაკეთებდი, რასაც უნდა აკეთებდეს ჟურნალისტი. ამის შემდეგ ბევრჯერ გამიშუქებია კონფლიქტები, მათ შორის საქართველოშიც. 1993 წელს ვიყავი სოხუმშიც. მე ერთ-ერთი ბოლო ჟურნალისტი ვიყავი, ვინც ქართულ სამხედროებთან ერთად სოხუმი დატოვა. Kes ütles? ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ყოფილი წევრი, აინარ რუსარი, სამხედრო რეპორტიორადაც მუშაობდა. დღეს ტალინში, ესტონეთის უდიდეს რადიოსადგურში საქმიანობს და საქართველოში მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციებსაც აქტიურად ადევნებს თვალს. 10 лет назад я был уверен, что вот Грузия выбрала свой путь на запад, Европейский Союз. 10 წლის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს აირჩია თავისი გზა დასავლეთისა და ევროკავშირისკენ, ნატოსკენ, რომ ეს სწორი გზაა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მოვიდა აქტიურ პოლიტიკაში, ეს კურსი შეიცვალა.
ამას ჩვენ ვხედავთ და სიმართლე გითხრათ, გული გვწყდება. როდესაც საქართველოში უკანასკნელად ვიყავი, ეს იყო 3 წლის წინ. ჩემს შვილებთან ერთად ვისვენებდი თბილისში, ბათუმსა და თელავში. როდესაც იგებდნენ, რომ ესტონეთიდან ვარ, ხშირად მპასუხობდნენ: "ო, ესტონეთი, ჩვენც გვინდა ევროპაშიო." მოხუცი გამყიდველი ბებიაც კი ბაზარში ამას მეკითხებოდა. ევროკავშირში როდის მიგვიღებთო? ასეთი ემოცია მოდის ხალხისგან, ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ, რასაც ვკითხულობ თქვენს მთავრობაზე, ერთმანეთს სრულად აცდენილია. რა იქნება მომავალში? ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა დასავლეთისკენ გაიხედავს, რომ შეინარჩუნებთ იმას, რასაც ჩვენ ასე ვაფასებთ, თქვენს ერთიანობას, ემოციებს და მეგობრობას. მე ამის დიდი იმედი მაქვს. Этот путь правильный.